დიდი მადლობა ბავშვებო. სტუდია მრავალჟამიერი წარსდგა თქვენს წინაშე. მისი ხელმძღვანელი ქალბატონი ლილა ურუშაძე და ლუდბარი მაია მიქაბერიძე არიან ჩვენი სტუდიის სტუმრები. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ შესანიშნავ ახალგაზრდებს ბავშვებს მუსიკალური ნომრის შესრულებისთვის. 21 ივნისს თბილისში ბავშვთა და ახალგაზრდული გუნდების რიგით მესამე ფოლკლორული ფესტივალი იწყება და სწორედ ამ ფესტივალის შესახებ გვინდა რომ ვისაუბროთ. მე როგორც მივხვდი სტუდია მრავალჟამიერი წარსდგება ხვალ 21 ივნისს მაყურებლის წინაშე ამ ფესტივალის ფარგლებში. ქალბატონი მაია, თქვენ ბრძანდებით სამხატვრო ხელმძღვანელი ერთ-ერთი, ასევე მეორე სამხატვრო ხელმძღვანელი ყავს ფესტივალს და ეს არის ბატონი დავით ცინცაძე, ანსამბლ შავნაბადას ხელმძღვანელი. მინდა გკითხოთ, აი მიზანი რა არის ფესტივალის, რომელიც დაარსდა 2022 წელს ვიცით და ვთქვათ წლევანდელი პროგრამა რითი იქნება განსხვავებული და განსაკუთრებული. მოგესალმებით. როგორც ბრძანეთ 2022 წელს ჩამოყალიბდა ეს ფესტივალი. იდეის ავტორი გახლავთ ბატონი კახალა ბუჩიძე თბილისის საკრებულოდან და სწორედ საკრებულო და თბილისის მერია გახლავთ დამფუძნებელი ამ ფესტივალის და მერგო პატივი დათო ცინცაძესთან ერთად მუსიკალური ხელმძღვანელი იყო ამ ფესტივალის. 3 წელია უკვე მეოთხე ეტაპს ვიწყებთ ამ ფესტივალისას. 3 წელია, ესე იგი 30 შემოქმედებითი კოლექტივი იღებდა უკვე მონაწილეობას. ერთ-ერთი გახლავთ მრავალჟამიერი. ესე ჩვენ ფესტივალის ფარგლებში ხდება ასევე სიუჟეტების გადაღება ყველა თითოეულ მონაწილეზე, რომელიც ესე სარეკლამო საჩუქრად რჩება ფესტივალს. ასევე მთავარი აქცენტი არის გადატანილი და მიზანი ის არის, რომ სახელმწიფო დაფინანსების ქვეშ მყოფი შემოქმედებითი კოლექტივების ახალისება ხდება, ერთჯერადი ფულადი საჩუქრის სტიმული, რა თქმა უნდა და ეძლევათ საშუალება ყოველთვის მიიღონ მონაწილეობა პრესტიჟულ დარბაზებში, სადაც მათ ესეთი შეუძლიათ ახალ-ახალი პროგრამით წარდგნენ. ქალბატონ ლელა, თქვენც რომ გვესაუბროთ დილამშვიდობის პროექტში თქვენს მოგესალმებით. მიზანთან დაკავშირებით ფესტივალის მიზანთან, რა არის მისი მთავარი მიზანი და რა შესაძლებლობას აძლევს ის ზოგადად შემსრულებლებს, ახალგაზრდებს? მე როგორც ხელმძღვანელი მინდა ვთქვა, რომ არ ვართ განებივრებული მსგავსი ფესტივალებით ნამდვილად და მინდა ვთქვა, რომ ეს ფესტივალი არის სწორედ ბავშვების და ანსამბლების, ახალგაზრდული თუ ბავშვთა ანსამბლების ინტერესებიდან გამომდინარე პირველ რიგში, რადგანაც მსგავსი რომ რაღაც სიუჟეტი გადაიღონ ანსამბლზე ყოველგვარი სასყიდლის გარეშე, ასეთ საოცარ დარბაზში, როგორც არის კონსერვატორიის დიდი დარბაზში, გქონდეს საშუალება ვიმღეროთ წარსდგეთ მაყურებლის წინაშე, ეს არის ძალიან დიდი мотивация ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ფესტივალს. დიახ, ქალბატონ მაია, ფორმატი როგორი იქნება ფესტივალის, როგორ წარიმართება, რამდენი კონცერტი ჩატარდება, თქვათ და ვისაც აქვს სურვილი, რა თქმა უნდა, რომ დაესწროს, არის თუ არა თქვათ ბილეთების შეძენა საჭირო, თავისუფალია დასწრება, აი ამ ყველაფერზე რომ გვესაუბროთ. ხდება ესე შესარჩევ ეტაპს გადიან, ეხლა უკვე მეოთხე გამოცხადდა მეოთხე ეტაპის შერჩევა კოლექტივების. ხდება მათი პირველი ეტაპის გავლა, შემდეგ არის კონცერტი და ერთ დღეს ხდება ეხლა როგორ იცით ძველი მონაწილეებისა და ახალის დაჯილდოვება. ესე გადანაწილებულია დღეები 21-ში 2 საათზე იქნება პირველი კონკურსის მონაწილეები, ფესტივალის მონაწილეები, ხოლო 7 საათზე უკვე გვექნება დაჯილდოება, სადაც უკვე აი ეს ერთ-ერთი ჩვენი მონაწილე ანსამბლიც იქნება წარმოდგენილი. აქტიურ ფაზაშია რეპეტიციები ალბათ, ხო? კი, ნამდვილად ესეა. როგორ ემზადება სტუდია მრავალჟამიერი? კარგი იქნებოდა რომ ბავშვებსაც რამდენიმე სიტყვა ეთქვათ, მაგრამ აი ქალბატონ ლელა ხელმძღვანელი იტყვის ალბათ მათ მაგივრად. გვაქვს სისტემატურად რეპეტიციები, ძალიან გვიხარია და ვეცდებით რომ წარვდგეთ ღირსეულად მაყურებლის წინაშე. ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია ამ ფესტივალმა და არა თავიდან საწყის ეტაპზე იყო მხოლოდ ბავშვთა ფოლკლორული და ეხლა უკვე ახალგაზრდები ჩაერთნენ უკვე მეორე ეტაპზე და ეხლა გვაქვს უკვე ბავშვთა და ახალგაზრდული ფესტივალი, ახალგაზრდული მონაწილე გუნდების. ძალიან სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ბევრი ანსამბლი იქმნება თბილისში და სწორედ ეს ფესტივალის ფარგლებში აქვს საშუალება წარდგნენ მაყურებლის
ფესტივალის წინაშე და ზოგი პირველ ნაბიჯებს დგამს სწორედ ამ ფესტივალის ფარგლებში და ჩვენ გვიხარია რომ ყოველწლიურად უყურებთ მას ზრდას. ნელა უკვე მეორე ანსამბლით არის შეიძლება ითქვას პირველ წელს წარსეგით ანსამბლ კირიალესათი და მესამე წელს სტუდია მრავალჟამიერმა მიიღო მონაწილეობა. ესენი არიან ხელმძღვანელები ის ადამიანები, რომლებიც ძალიან დიდ შრომას დებენ ქართული სიმღერის პოპულარიზაციისთვის, უშურველად ესეთი შეიძლება ითქვას ენთუზიაზმით ემსახურებიან მეტად მნიშვნელოვან საშვილიშვილო საქმეს და სწორედ ჩვენი ფესტივალის მიზანია რომ რაღაცა ფორმით მადლიერება გამოვხატოთ მათ მიმართ. ძალიან დიდი მადლობა მინდა კიდევ ერთხელ არ დავიღლები მადლობის თქმით ფესტივალის ორგანიზატორებს ამ საოცარი შესაძლებლობისთვის, რომელიც ეძლევა ბავშვებს. სხვა გუნდების შესახებაც რომ გითხრათ, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას ფესტივალში და თქვენ ვთქვათ 21 ივნისზე ისაუბრეთ, მხოლოდ ერთი დღით არ შემოიფარგლება როგორც ვიცი ეს ფესტივალი. როგორც მოგახსენეთ, დღის პირველ ნახევარში მონაწილეობას მიიღებენ უკვე დაჯილდოებული და პირველ ეტაპზე ვინც მიიღო მონაწილეობას სწორედ ის გუნდები. შემდეგ ახალი, ესე იგი სულ 30 მონაწილე შემოქმედებითი კოლექტივია. კი, ეს არის გუნდები, და გუნდები ახალგაზრდული კი და ნელ-ნელა კიდევ უფრო მრავლდება ეს ყველაფერი და ასევე საინტერესო ის არის რომ აზერბაიჯანელი და სომეხი შემსრულებლებიც ვყავდნენ ჩვენ და ანუ თბილისის მასშტაბით რაც არსებობს აი ესეთი საინტერესო კოლექტივები ყველას ვაძლევთ საშუალებას რა თქმა უნდა ეს არჩევის პრინციპით ხდება განვიხილავთ ვინ მონაწილეებს მანამდე შესარჩევ ეტაპს გადიან და უკვე შემოდგომაზე ახალ მონაწილეებს ველოდებით ივნისში გვაქვს აი სწორედ ეხლა ხდება ახალი მონაწილეების შერჩევა და შემოდგომაზე გვექნება უკვე ახალი ეტაპი კიდე. უკვე მიმდინარეობს ხო ეს? კი, რა თქმა უნდა, ეს პროცესი სულ მუდმივად მიმდინარეობს და მართლა ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა მერიას და საკრებულოს, რომ ესეთ ეროვნულ საქმეს ჩაიყარა საფუძველი და ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, ძალიან ეროვნული. აი ჩვენ კადრში ვხედავთ ახლა ეს ხო ჩვენ თქვენი გუნდი ნათლულების პატრიარქის ნათლულების გუნდი საგალობელი და ალბათ მიიღებს ხო მონაწილეობას კი ეხლაც იღებს მონაწილეობას და იცით რა არის ამ დამეგობრება ამ ბავშვების ძალიან ერთმანეთის მოსმენა და ბევრი რამ ხდება კი ესეთი რომ მადლობა ყველაფრისთვის სხვა გუნდებშიც ხომ არ არიან პატრიარქის ნათლულები აი თქვენთანაც რომ რა თქმა უნდა იქნებიან შეეძლოთ ალბათ კი როგორ არა ღმერთმა ამრავლოდ არიან და იცით არის დამოკიდებულება არის ძალიან ჯანსაღი იმიტომ რომ თვითონ ხელმძღვანელებიდან გამომდინარე ჩვენ ერთი წრე ვართ სიყვარულით ვართ ამ საქმეს სიყვარული გვაერთიანებს და ეს ბავშვებიც ამ მაგალითით ერთმანეთთანაც ძალიან თბილად არიან და ვიმედოვნებთ რომ კიდევ უფრო ფართო მასშტაბს მიიღებს და ცოტა უფრო კიდე გაიშლება ეს ფესტივალი, იმიტომ რომ გეგმაში არის ეს ნამდვილად. მას აფასებს ძალიან კომპეტენტური ჟიური და აი ჟიურიზეც რამდენიმე სიტყვა რომ გითხრათ, ну ის რომ კონკურსია ვთქვათ გარკვეულ მღელვარებასთან ბუნებრივი არის დაკავშირებული და მით უმეტეს ახლა ჩვენ ბავშვებზე ვსაუბრობთ, მაგრამ ალბათ ყველაფერი ისე კეთდება რომ ვთქვათ მღელვარება რაც შეიძლება ნაკლები იყოს და უფრო მეტი სიხარული იყოს და რაღაცა ეს მეგობრული განწყობა და თავიდანვე იყო გათვალისწინებული ის რომ აქ არ იყოს კონკურენცია არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ეს მინდა აღვნიშნო. ხო, იმიტომ რომ თანაბრად ყველას ექნება საშუალება თავისი შემოქმედების წარმოჩენის და არ იქნება რაღაც შეჯიბრება, აი იცით რა არის სხვა ეს არის განწყობა, როდესაც ვიღაცას ეჯიბრები და ეს ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენი ფესტივალის მიზანი უფრო სხვა რამ არის, რომ უფრო გაერთიანდეს, უფრო ბევრმა გაიცნოს ერთმანეთი და კიდევ ჩვენ გვაქვს ესეთი ტრადიცია, ყოველთვის მრავალჟამიერით სრულდება ყველა ერთად ასრულებს მრავალჟამიერას და სხვადასხვა ლოტბარები უდგანან სათავეში ამას. შეგვიძლიათ თუ არა ჩამოთვალოთ ვინ შეაფასებს კონკრეტულად ჟიურის წევრები თუ ეს არ არის ჯერ სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ხო თეონა ცირამოა მალხაზ ერქვანიძე და თოშანიძე სხვადასხვა პერიოდში ყოველთვის იცვლება ჟიური და ჟიური თავის გამოცდილებას უზიარებს და რჩევებს აძლევს. და ნაკლებად ვართ კრიტიკულები, იმიტომ რომ თვითონ საქმეა ისეთი, რომ თან ისეთი ხელმძღვანელები უდგანან, ყველას თავისი ხედვა აქვს, ძალიან საინტერესოა, მე როდესაც გვაქვს შეხება საწყის ეტაპზე როგორი იყო გუნდი და შემდეგ რაღაც მეორე როგორი იზრდება, როგორი ხარისხი
ღიმატებს და სტიმულია ძალიან დიდი ბავშვებისთვის და მიხარია რომ და ალბათ წლიდან წლამდე კიდევ უფრო და უფრო მეტ მასშტაბს მიიღებს ეს ფესტივალი და თბილისთან არის ხო დაკავშირებული თქვენ ხოლო თბილისთან და ძალიან დიდი მადლობა თქვენ მობრძანებისთვის გისურვებთ წარმატებას ბავშვებს განსაკუთრებულად 21 ივნისი ხსნება ეს ფესტივალი და ფესტივალის ერთ-ერთი სამხატვრო ხელმძღვანელი ლოტბარი მაია მიქაბერიძე და სტუდია მრავალჟამიერის ხელმძღვანელი ლელა ურუშაძე იყვნენ ჩვენი სტუმრები და თავად სტუდია მრავალჟამიერი რაც თავარია არაჩვეულებრივ ბავშვებს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ დილით რომ მოვიდნენ და ესეთი განწყობა შემოიტანეს ჩვენ სტუდიაში. დიდი მადლობა.